ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამა ჩემის სახლში ბევრი სავანია. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა. თომამ უთხრა. უფალო, არ ვიცით სად მიდიხარ და გზა როგორ გაგვეცოდინება. უთხრა იესომ. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით. მე რომ მიცნობდეთ, მამა ჩემიც გეცნობებოდათ. ამერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იქ. ფილიპემ უთხრა. უფალო, გვაჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ. რა ხანია თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ ფილიპე. ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორ გაამბობ გვაჩვენე მამამ. განა არ გწამს რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში. სიტყვებს რომელთაც გეუბნებით ჩემით არ ვამბობ. ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს. მერწმუნეთ რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში. თუ არა და თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც შემისწამს იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ. თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავ. მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშის მცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ. ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება. ობლებად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან. კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამა ჩემში ვარ და თქვენ ჩემში და მე თქვენში. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყარვარ. ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები. იუდამ არა ისკარიოტელმა უთხრა. უფალო, როგორ იქნება რომ შენ თვითონ გამოგვეცხადები ჩვენ და არა წუთისოფელს? მიუგო იესომ და უთხრა. ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და მამა ჩემი შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდეთ სავალს. ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არაა, ჩემი მომავლინებელი მამისა. ეს გითხარით თქვენთან ყოფნისას. ხოლო ნუგეშის მცემელი კი სული წმინდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მithქვამს. შვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს შვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურთ შეშინდება. ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით, მივდივარ და მოვალ თქვენთან. რომ ყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რა კი მამასთან მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია. ახლა გითხარით ეს სანამ ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება. ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან წუთისოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის. მაგრამ რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მამა მიყვარს და როგორც მამა მიბრძანა, ისე ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი. მამა ჩემი კი მე ვენახი. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმენს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
თქვენ უკვე გაწმენდილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით. თქვენ ჩემში დარჩით. მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება. ისევე თქვენს თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ. თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება როგორც ლერწი და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვევიან. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ. ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით. როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში. თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში. ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და სრულყოფილი იყოს თქვენი სიხარული. ესაა ჩემი მცნება, გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ. მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონა მარიცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენი. თქვენ არ აგირჩევი ვართ, არამედ მიაგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მან მოგცეთ თქვენ. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. თუ თქვენ წუთისოფელს ზულ ხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა. თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები და რა კი არ ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ ზულ ხართ წუთისოფელს. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით, მონა არ არის მეთქი თავის ბატონზე დიდი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენს დაგიწყებენ დევნას. თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავ. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ პატიება თავიანთი ცოდვებისათვის. ჩემს მოძულეს მამაჩემიც ზულს. მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რასაც სხვა ვერავინ აკეთებდა, ცოდვაც აღარ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც. მაგრამ აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა, უმიზეზოდ შემიძულეს. როცა მოვა ნუგეშის მცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემ შესახებ. თქვენც დაამოწმებთ, ვინაიდან თავიდანვე ჩემთან ახართ.